ნატოსგან შორს თუ ახლოს ირაკლი ალასანია დღეს უკვე იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მისი საგარეო პრიორიტეტი კვლავ დასავლეთია. მიმართა სოციალური ქსელის მომხმარებლებს პროდასავლური იმიჯის აღდგენას თავისუფალი დემოკრატების ლიდერი Facebook-ის მეშვეობით ცდილობს. ილაპარაკოთ ქვეყნისთვის სხვადასხვა საჭიროებათა საკითხებზე. ოღონდ ეს მოხდება ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედიის გარეშე. საგანგებო მიმართვა ირაკლი ალასანიამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. საუბარი ჟურნალისტების გარეშე 4 წუთი და 24 წამი გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მნიშვნელოვან განმარტებას ეთმობა ნატოსთან ურთიერთობას. უკრაინის პოზიცია თავისუფალი დემოკრატების და ჩემი პარტნიორების, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპულ ოჯახში. ჩვენ საქართველოს მომავალს ხედავთ ნატოში, ევროკავშირში. და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება. მიმართვა, სადაც ირაკლი ალასანია მისი პარტიის უკვე ყოფილი და ახალი პარტნიორების სახელით საუბრობს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ამერიკის საელჩოში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. დასავლური ღირებულებები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთგულება ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა დღეს ამერიკის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგაც განსაკუთრებულად დაადასტურეს. ალასანია, რომელიც ცოტა ხნის წინ ნატოს შორეულ პერსპექტივად თვლიდა, დღეს ალიანსს ასეთი თხოვნით მიმართავს. თხოვეთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მტკიცედ დაუჭიროს მხარი შემდეგ ჩიკაგოს სამიტში, რომ საქართველოს წვლილი ნატოში სპეციალურად აღნიშნული იყოს. ნატოსთან სიახლოვის მოთხოვნილების ხაზგასმა და საგანგებო მიმართვები ირაკლი ალასანიას მისი და ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ დასჭირდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დაახლოებით ორთვიანი განსხვავებული რიტორიკის შემდეგ იძულებულია პროდასავლური პოლიტიკოსის იმიჯის აღდგენაზე იზრუნოს. ალასანიას ბოლო განცხადებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ასეთი შინაარსის იყო. ჩვენი ეროვნული ინტერესების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაა. სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებზე აქცენტების გაკეთებისგან კი თავი უნდა შევიკავოთ. საქართველოს უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე. საერთოდ რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. დღეს და მით უმეტეს სააკაშვილის ნაბიჯებისა და 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა. რიტორიკის აშკარა ცვლილება პროდასავლური განცხადებებიდან პრორუსულამდე და უკან. ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების კვალდაკვალ ორ თვეში მოახერხა. ექსპერტები და პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ალასანიას საგანგებო მიმართვა Facebook-ზე მის მიერ უკვე გაკეთებული განცხადებების გასამართლებლად გავრცელდა. მათი შეფასებით თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ხან ახალი ლიდერის მოთხოვნებს ემორჩილება, ხან კი ხალხის ნების გათვალისწინებას ცდილობს. მე მგონი ეს ადამიანი არის ცოტა დაბნეული. ერთის მხრივ ჭირდება ბიძინა ივანიშვილის არსებული რესურსები ძირითადად ფულადი, იმიტომ რომ ინტელექტუალური პოტენციალი ბიძინა ივანიშვილის გუნდში ნაკლებად იშოვება. და მეორეს მხრივ არ უნდა ბოლომდე დაკარგოს პოპულარობა, რასაც უკვე რომელსაც ისედაც კარგავს ნელ-ნელა ამ ეს გაიგება ალიანსებში შესვლით და მერე გამოსვლით და ასე შემდეგ. მას არ აქვს არანაირი ელექტორალური, ესე ვთქვათ, რესურსი, მას არ აქვს ფინანსური რესურსი, ის გახდა თავიდან დამოკიდებული კონკრეტულად ამ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე, შესაბამისად მას უწევს საკუთარი რიტორიკის გასწორება იმ რიტორიკაზე, რომელიც ისმის ბიძინა ივანიშვილიდან. აქედან ჩანს რაღაც ესეთგვარი დაბნეულობა მის რიტორიკაში. სიშორე ნატოსთან და რუსეთთან დაახლოების გეგმა ექსპერტებს გაზპრომის ერთ-ერთი მოწოდება 9 აპრილის ტრაგედიის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის მეგობრისგან არ უკვირთ. პრიორიტეტები ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე განსაზღვრა. სააკაშვილმა თავისი ქმედებებით ძალიან შორს გადახდია ნატოს პერსპექტივა. ასეთივე შეფასებები მოგვიანებით ირაკლი ალასანიას განცხადებებშიც გაჩნდა. როცა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შეხვედრებს შუშის სასახლეში მართავს, მისი განმარტებები ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებზე ასეთია. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ ვაპირებ ყოველდღურად ვუპიჟინო ამერიკას და ევროკავშირს დაუყოვნებლივ გააძევოს რუსეთი ოკუპირებული რეგიონებიდან. კიჟირი მარტო საქმეს არ შველოს. ხოლო შეხვედრების დროს ამერიკის კონგრესში ასეთი.
ივანიშვილი ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებს. ის ფრთხილობს, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრზე ვლადიმერ პუტინზე საუბრობს. საქართველოს მისი განცხადებით უფრო ნაკლებად დემოკრატიულია, ვიდრე რუსეთი და ამიტომ არ აქვს უფლება დამოძღვროს მეზობელი ქვეყანა. ეს თავად ბატონ ივანიშვილს კითხეთ. მიმართვა Facebook-ის საშუალებით ირაკლი ალასანიამ ახალი პარტნიორის ბიძინა ივანიშვილის სახელითაც გაავრცელა, თუმცა თავად ოლიგარქს ნატოსთან შესაძლო დაახლოების შესახებ ახალი განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.